ეს არ არის უბრალოდ წყლის დისპენსერი, ეს არის ადამიანური კომფორტის პიკი. Xiaomi Smart Filtered Water Dispenser Pro, ანუ მაქსიმალურად რომ გადმოვაქართულოთ, ეს გახლავთ წყლის ჭკვიანი დისპენსერი Xiaomi-სგან წყლის ფილტრაციითა და გაცხელებით. თუ ონკანში მოდის დასალევი წყალი, ეს რაღაც საჭიროა, ალბათ იკითხავთ, ხო და გეტყვით, რომ ძალიან საჭირო რაღაც აღმოჩნდა, მანამდე კი არხი გამოიწერეთ და დავიწყოთ. როგორც სხვა ბევრი Xiaomi Smart ტექნიკა, ეს დისპენსერიც აპლიკაციასთან კავშირდება და აქედან შეგიძლიათ ბევრი რამ აკონტროლოთ. წყლის ფილტრაციის მხრივ ამ დისპენსერს აქვს 6 საფეხურიანი ფილტრი, რომელიც 99.9%-ით აქრობს ბაქტერიებს, ასევე წყალს ასუფთავებს ქვიშისგან, ქვებისგან, ვირუსებისგან, მძიმე ლითონებისგან და სუნისგანაც კი. აუმჯობესებს გემოს და ყოველგვარ ბაცილასას პოვებს მოკლედ. დიდი ლაიქ. წყლის კონტეინერი კიდევ ცალკე იწმინდება ნაწლავის ჭხირების ბაქტერიისგან ულტრაისფერის სხივების დახმარებით. ანუ ეს დისპენსერი შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად სუფთა წყალს დაგველევინებს ყოველთვის. და ასეთი სუფთა წყალი ვფიქრობ მათთვისაა კარგი, ვისაც ბავშვი ყავს სახლში. არასდროსაა ზედმეტი წყლის გაფილტრა პატარების ჯანმრთელობისთვის. Just so you know. წყლის კონტეინერის მოცულობა 4.4 ლიტრია, რაც საკმაოდ ბევრია მთელი ოჯახისთვის. ასევე მოყვება NFC თეგი, რომელიც შეგიძლიათ ჭიქას დაუმაგროთ და დისპენსერს დავამახსოვრებინოთ თეგიან ჭიქაში რა რაოდენობისა და ტემპერატურის წყალი გვინდა. ჭიქაც მოყვება თავისი, რომელსაც NFC თეგი აქვს ჩაშენებული შიგნით. ძალიან cool. ისევ და ისევ მაგალითისთვის ბავშვის ჭურჭელზე ეს კარგი მიგნება მგონია, ან თუნდაც მე თუ კონკრეტულად ერთი ჭიქით ვსვამ ყავას ამ ჭიქაზე, მექნება დამახსოვრებული წყლის ინფორმაცია. და ხო, ვახსენე კიდეც უკვე ეს დისპენსერი წყალს ადუღებს და არა მარტო ადუღებს. გაწერილი რეჟიმებიც აქვს ტემპერატურაზე და ასევე შეგვიძლია ჩვენით რა ტემპერატურის წყალიც დაგვჭირდება, ის ჩამოვასხადოთ. თანაც დაალოდების გარეშე თუ ჩაიდანის გაცხელებას ელოდებოდით აქამდე, ამით ეს პრობლემა და დროის ფუჭი კარგვა მოგიგვარდებათ. Cool. ჯერ არ მოვჩენილ ვარ, კიდევ ბევრი რაღაცა აქვს. ცივი და თბილი განათება, როდესაც 50 გრადუსზე დაბალ წყალს ასხამთ, განათება ცისფერია, 50 გრადუსზე მაღლა კი ყვითელი. აქვს ეკრანი, სადაც წერია რეჟიმები, ტემპერატურა და კიდევ ბევრი სხვა ინფორმაცია. ასევე აქვს უჯრა წყლის წვეთებისთვის და ხელის საკიდიც კი. მოკლედ ძალიან შოკ. ფილტრები თავისით იწმინდება და რა თქმა უნდა, ხელითაც შეგვიძლია ზოგადად დისპენსერის გასუფთავება. Xiaomi კი გვეუბნება, რომ სადღაც წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო ფილტრის გამოცვლა, მაგრამ რეალურ გამოყენებას გააჩნია და დისპენსერი თავისით გეტყვით, როდის დასჭირდება ფილტრის გამოცვლა. ამიტომაც ეს გაითვალისწინეთ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ რამდენიმე დღე დისპენსერს არ გამოიყენებთ, წყალი უნდა გამოცვალოთ კონტეინერში. Xiaomi-ს უწარია 3 დღე. ხო, ეს არ არის ის წყლის ჩამსასხმელი ხალხმრავალ შენობებში რომ შეგხვდებათ. როგორც უკვე ვთქვი, ადამიანური კომფორტის პიკი და ცხოვრების ბევრად გამარტივების კიდევ ერთი smart საშუალება. სხვა ასეთ მშვენიერ smart სახლის ტექნიკას ზუმერულ ლინკზე შევხვდებით აღწერაში. გამოიწერეთ არხი და შემდეგ შევხვდრამდე დაგამშვიდობებით. ნახვამდის.